ჯუმალ კოჩოვალი. ვინ ხარ? ალიჩო ვარ. ალიჩო? გამარჯობა. შემოდი. ღმერთ, ამას შეხედეთ როგორი სიყვარულია. გულიც კი ამიჩხდა. შემოდი მეგობარო. მოდი, შემოდი. მოდი. ღმერთო შენ მიშვილი. იამაჩი. საცხოვრობს. მოდი სახლში წავიყვანოთ. თუ მოინდომებს წავიყვანთ. რას ნიშნავს თუ მოინდომებს? გასაგებია, კარგი ბიჭია, მაგრამ ახლა მასზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ. რომ იცოდე რისი გაკეთება შეუძლია, ამას არ მეტყოდი ძმაო. ალიჩო, როგორ მოგვაგენი? რამდენიმე სახლში ვიყავი. 1, 2, 3. ჯერ სამჯერ დავაკაკუნე. მერე კი ერთხელ. მეოთხე ჯუმალ კოჩოვალის სახლი აღმოჩნდა. ალიჩო, იმ სახლების არსებობა საიდან იცოდი? ბიზიამ მაჩვენა. ბიზია იდრისმა. კარგად არის? Სამ კილოს რამდენად მომცემ? სამი კილო რა ღირს? მოხუცო რა ღირს? რა სჭირს? გესმენდაო, მე გიპასუხებ. მყიდველი იყო. მაპატია მოჯახით. ისევ ჩავფიქრდი. ხდება ხოლმე. ჩაი ხომ არ მოგიდანო? არა, წავალ. სახლში წავალ. აბა შენიცი. წავალ. ნახვამდის. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ჩვენები არ გინახავს? წადი ძმაო, ინახულე. ხელზე აკოცე. სწოვე რომ დაგლოცონ, ისეთ საქმეს ვიწყებთ. კაცმა არ იცის წინ რა გველის. შენ ინახულე? ძმაო, რატომ მეკითხები? მე სულ სხვა მდგომარეობა მაქვს. მე რა? მე ცოცხალი მაინც ვარ. შენ კი ყოველას მკვდარი გონი ხარ. ხო, სწორედ ამიტომ არ მივდივარ. მათთვის მკვდარი ვარ. ჩემ გამო გლოვობენ. იცოდე? თუ ვერ გადავრჩები, არ გაბედო და არ უთხრე რომ ცოცხალი ვიყავი, კარგი? თორემ. წემ. ხო, გწემ. გამოს. აბაზანა მოგეწონა ალიჩო? მომეწონა, სუფთა და ლამაზია. ძმაო, როგორ მოვიქცეთ? სახლში წავიდეთ. სუფთა ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა. ჩავიცვი. ეს არის სუფთა ტანსაცმელი. დაანგრიეს, ჩემი სახლი დაანგრიეს. ხო, ალიჩო, დაანგრიეს. მაგრამ ყველაფერს აღვადგენთ. არ ინერვიულო, ყველაფერი ძველებურად იქნება. უნდა დავალაგოთ. რა თქმა უნდა, დავალაგებთ, ალიჩო. იცი ახლა რას ვიზამთ? გავიქცევი და რაც საჭიროა ყველაფერს ვიყიდი. ცოცხლსაც, ტილოებსაც, სამივე ერთად უცბად დავალაგებთ. დიდი მადლობა. ალო. ძმაო. ხედავთ აქ ვინ მოსულან? ჩურუკ, გაიქეცი.
ღმერთო. ნაბიჯვარო, უკეთესად ხარ? იამაჩი ციკიბიდან დავაგორე და არაფერი მოუვიდა. ხოჭა, მაგარი ბიჭი ხარ. ძალიან მომწონს ხარ. ილაპარაკე. ამასობაში ბატკნებიც მოვლენ და იმათაც უთხარი. მეკე, როგორ იქცევი? ვეღარ გწნობ? ჩუქურს თუ მიუახლოვდები, იცოდე ინანებ იამაჩი. აქ არ უნდა მოსულიყავი. იმ ბიჭს უთხარი რომ დაბრუნდეს. მოდი დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. თქვენთან საომრად არ მოვსულვა. ერთმანეთს ხელს თუ ჩავკიდებთ. ვინც ხელს ჩაკიდებს, ხელი მოტყდეს. გაიგონეთ? საომრად არ მოსულან. აბა რისთვის მოხვედით? სხვა რა შეგიძლიათ? ისედაც გაგვანადგურეთ. კიდევ რას აპირებთ? შენმა ძმამ ყავახანაში 3 კაცი მოკლა და იცი რა მოხდა? ჩუქურში ყოველდღე ლატარიას თამაშობენ. თითო კაცი მიხავთ. არ ვიცი რა ბედი გვეწევა. შენი აზრით გვიხარია რომ დაგდებთ? მითხარი ეფე რატომ მოკვდა? მიპასუხე. კაცი აიძულე რომ საკუთარი ძმა მოეკლა. კიდევ რას აპირებ? ნაბიჯვარო, მოკეთე. იამაჩი, მისი ენა კარგად ვიცი. მოდი ამ ენაზე დაველაპარაკები. დამშვიდი ძმაო. კარგი. აქედან წავალთ. მერე ჩემი სახლი? ჩვენი სახლი. ძალიან შეიცვალა ალიჩო. წავიდეთ. ძმაო. უნდა მეჩხუბო მეკე. აქ აღარ მოხვიდე. კარგი. გამომართვიდო, 2 ლირა. ღმერთმა შეგარგოს. ღმერთმა ხელი მოგიმართოს მუჯაჰიდ. გმადლობ სერვეთ, გამარჯობა. აქამდე სად იყავი? ბავშვი სკოლაში წავიყვანე და მოვედი. როგორ არის საქმე? ციგნი წაიკითხე, რომელიც გათხოვე. წავიკითხე, ახლა დაგიბრუნებ. აქ მაქვს. გმადლობ. მოგეწონა? მომეწონა ბარა. მაგრამ ცოტა სევდიანია. ძმისშვილი მყავს. ამ ამბავმა მისი ისტორია გამახსენა. სხვა ციგნი არ გაქვს? ამჯერად უკეთეს ციგნს მოგცემ. გამომართვი. 3 მუშკეტერი. რა მოხდა ძმაო? არაფერი მასწავლებელო სერვეთ. თუ გინდა სხვა ციგნს მოგცემ. არა. ეს იყოს ამას ავიკითხავ. მომისვინე. იმედია ესენიც არ დაიხოცებიან. არა, არ დაიხოცებიან. კარგია. აბა ნახვამდის. ნახვამდის ძმაო, კარგად.
გმადლობ. სამალი და გალებინო? გააქვს? არა. მაგრამ ვიშოვი. 5 წუთში ვიშოვი. შენი აზრით აფთიაქში შეგიშვებენ? აფთიაქი რა შემჭირდება? ნაგავს აღრალზე უამრავი წამალია. არა მეგობარო. მაგ წამალს ვერ დავლევ. არ მიშველის. ხო. წამალი არ გჭირდება. მაგას წამალი არ შველის. ეგ სხვა რამეა. რაც შენ გაწუხებს. მაგას წამალი არ შველის. მაინც რა მაწუხებს? ტკივილი. ტკივილი. შენს გაწუხებს. თავიდანვე მივხვდი. ეს რა არის? ხმერთო გაძლება მომეცი. მასწავლებელო. დაგავიწყდა რა გითხარი? თავი დამანებე, უკვე 2 წელი ამ საქმით ვირჩენ თავს. გადამთიელები ხარ და აკაურებს ემტერებით. Evet. ხო, გადამთიელი ვარ. Dağdan geldim. მომისმინე. Bundan sonra დღეიდან ამ ბაზარში ვეღარ ივაჭრებ. bu pazarda გასაგებია? gitmeyeceksin. აქ აღარ დაგინახო. Tamam. Gelme bir daha. Selamünaleyküm. გამარჯობა. გეუბნებოდი ძმაო. ხომ გეუბნებოდი? ჩუქური აღარ არსებობს, მისგან მხოლოდ სახელი შემოგრჩა. მალე სახელსაც გადაარქმევენ და ამით ყველაფერი დასრულდება. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს. ყველა სათითაოდ უნდა დავხოცოთ, შავებიც და ბატკნებიც. სანამ ყველას არ დავხოცავთ, ვერ მოვისვენებ. ბოლოს და ბოლოს ქოჩავალები ვართ, ქოჩავალებს კი არაფერი ავიწყდება და ამას დავამტკიცებთ. მერე? რას ნიშნავს მერე? კარგი. გავიგე რომ ყველას დახოცავ, მერე? იცი მერე რა მოხდება? ერთხელ ძაღლებად გადაიქცევიან. ის ლეკვი, მეკე რომ ქვია, მოვა დამიჯოქებს, ხილზე მაკოცებს და დაშვებული შეცდომებისთვის პატივას თხოვს. საკუთარი თვალით ნახავ. ქარაქუზლარებისგან რით განსხვავდები? ასე ჩუქურს გაანადგურებ. ძმაო, ის ხალხი გვენდობოდა. მათი ნდობა დავკარგეთ. სანამ ამ ნდობას არ დავიბრუნებთ, რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, ვერაფერს მივახცევთ. ძმაო, ყელში ამოვიდა შენი ბრძნული და ლიტერატურული გამონათქვამები. კარგი, მაშინ სხვანაირად გეტყვი. გისმენ? თუ ჩუქურს დავიცავთ, ჩუქური ჩვენ დაგვიცავს. გახსოვს ეს ვინ თქვა? ბიძია იდრისმა. ხედავ, ფესვები გაიდგა სულთანო. გაიხარა. ხომ გეუბნებოდი ეს ადგილი მოსწონს მეთქი. დღეს ბაზარში შევიარე. ისევ ცოტა ხალხი იყო. მართალია, ფერმერები გამოჩნდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ხალხს საკუთარი ბაღბოსტანი აქვს. ბაზარში აღარავინ დადის. ემიც ნერვიულობს. ვაჭრობისთვის თავის დანებებას აპირებს. ნუ რაფერს ეტყვით, არემ გული ედგინება. ხომ იცი, ემის უსაქმოდ ჯდომა არ შეუძლია. ვაშლი მოვიტანე. გინდა?
ალიჩო რას აკეთებს? ფიქრობს. მართლა? მე როგორ ვერ მივხვდი. დიდი მადლობა. არაფერს. ალიჩო ვიცი რომ ფიქრობს, მაგრამ რაზე? დახლავე დახურე. ხელი არ ახლო. კარგი, ხელს არ მოვკიდებ. ღმერთო. ჩემია. ხელი არ ახლო. ჩემია. შენ ვინ ხარ? ჩემია. არ მიეკარო. იცოდე ხელი არ ახლო, გესმის? მოშორდი პანჯარას, მოშორდი. რა მოხდა, გავიხედე. შენი აზრით არ ვიცი რა შეიფიქრე. დაჯექე. უკვე წავიდნენ. ქემალ ღვთის გულისათვის. დასწყნარდი. ძალიან გთხოვ. ნაბიჭრებო, არ გაბედოთ ამის გაკეთება. ხედავ, ბიძია ოსმანი მიყავთ. არ დაგწევლი ქემალ. რადგან ღმერთმა უკვე დაგწევლა. წადი, თავი შეაგალი. ვინ ჩემს საფლავზე მოვა, წეული მციხოს. ბიჭებო, ერთი წუთით. ბიძია ოსმანი რატომ მიყავთ? ის ხომ მოხუცია. გთხოვთ მის ნაცვლად მე წამიყვანეთ. მე წამოვალ. ეს კაცი კი გავუშვით. კარგი? მე წამოვალ. ეს ვისინი ვთებია? კარგი. მაპატიე. პირდები ხელს აღარ ვახლებ. თავის ადგილას დადე.
შენ რა გაგიჟდი? შეგეშინდა რომ მოკლავ? არ მომკლავ. დარწმუნებული ვარ. რა ხდება? ეს შენ მოგიტანე. წვერის გაპარსვას არ ვაპირებ. წვერს არ გაიპარსავ, მაგრამ ყელს გამოიჭრი. არ ჭამარცვამ. ბარემ თავი მოიკალი. ასე არ შეიძლება. სიკვდილს აპირებ? ამას დიდი ხანია მივხვდი. ხომ გამოვიცანი? ხოლო წოლით თავს ვერ მოიკლავ. ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ამოირჩიე. რომელი მოგწონს? კარგი, დანარჩენს მივხვდი რაც არის. მაგრამ ეს რა არის? გასაგებია. ნება მომეცით ეს ჩემს პარტნიორებსაც უთხრა. გთხოვთ, გმადლობთ. მოკლედ, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. ძალიან კარგი ამბავი, თუმცა ორი უსიამოვნო ამბავიც მაქვს. რით დავიწყო? ნუ მიედმოედები პირდაპირ თქვი. კარგი. ბულგარელები ამბობენ, რომ საქონელი, რომელიც გავუგზავნეთ, საუკეთესო აღმოჩნდა. ასეთი საქონელი არასდროს ქონიათ. თუმცა თავიდან ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, რადგან ჩვენთან პირველად თანამშრომლობენ. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ასეთი ხარისხიანი საქონელი მათთვის არავის მიუწია. ეს ძალიან კარგი ამბავია, ერსიო. არა, ძალიან კარგი ამბავი ის არის, რომ კიდევ 100 კილოგრამი უნდათ. ეს კი დაახლოებით 20 მილიონია დოლარს გულისხმობ. რას ამბობ, ერსოი? ცუდი ამბავი რა არის? ცუდი ამბავი ის არის, რომ საქონლის დასამზადებლად არც ფული გვაქვს, არც ნედლეული. ამაზე ცუდი კი ის არის, რომ ქიმიკოსიც აღარ გვყავს. როგორც იცით, ჩვენი ქიმიკოსი ვართოლო იყო. ასე მოვიქცეთ, ერსოი. სტუმრებს უთხარი, რომ იმდენ საქონელს მივაწვდით, რამდენიც დასჭირდებათ, თანაც საუკეთესო ხარისხის საქონელს და მათთვის სასურველ დროს. რას ამბობ, ჩეტო? მოგვიანებით, მაქსიმ. კარგი, ახლავე ყველაფერს აგიხსნით. რატომ გადაწყვიტე რომ თავის მოკლა მინდა? არ გინდა? თავის მოკლა რომ მინდოდეს წავიდოდი და ხიდიდან გადავხტებოდი. მაგაში ადრენალინი არ არის. ბევრი შეცდომა დაუშვი. ერთი კი არა, ბევრი. როგორ ფიქრობ, ყველა ჩადენილი ცოდვის გამო ტვირთის ძიდვა იოლია? რა ქვია? ჰალილი. ჰალილ. რამე ჭამეანდალიე? არ მახსოვს? რატომ ეკითხები? შეიძლება ვჭამე კიდეც. ეგ თოკი არ გამიძლებს. მალე გაწყდება. რას ამბობ? როგორ გაწყდება? ისეთი გამხდარი ხარ გაგიძლებს. სანაზლეოს დავდებ, მეც გამიძლებს. შემომხედე? გაგიჟდი? გაგიჟდი? ღმერთო. ამას წინათ გამოჩნდნენ. ადრე არასდროს მინახავს. არ დაგვინდობენ. ხალხი რომ დაიმორჩილონ, სერმეთს გადაეკიდნენ. ამ საქმეში ჩარევა არ გაბედო მუჯაჰიდ, არ გაბედო. არა. სერმეთს რა ეშველება იდრის. პურის ფულს შეულობდა. თუ ვერ ივაჭრებს დაიღუპება. ყველა მოსალოდნელ შედეგზე უნდა იფიქროს, ვერაფერს გავაწყობთ. კარგი ნახვამდის. ცოლს მოკითხვა გადაეცი. ხვალ ტკბილეულს მოუდან. მაინც არ შეჭამს. კარგად იყავი. გამარჯობა.
რა ხდება, რა ხმაურია? გააჩუმე ეგ იდიოტები. მოაკეტინე. მგონი ცოტა სცემ. ასე ამიტომ იქცევიან. ხშირად რომ ცემოთ ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებიან. ახლა ამის დრო არ არის. მითხარი რა ჩაიფიქრე. გაუშვი. გაუშვი. კარგი, დაწყნარდი. ხელი გაუშვი. ქემალ დაწყნარდი. სად მიყავთ? ქემალ გეყოფა, გაჩუმდი. გაუშვით. ჩემი ძმა სად მიყავთ? ნაბიჭრებო. იცოდეთ, ყველას გიპოვით და დაგხოცავთ. ახლავე გაუშვით. თორემ დაგხოცავთ. გამიშვი. Sana bir soru soracağım. მინდა რაღაც კითხო მაქსონ. Ama dürüst ოღონ დამბირდი რომ სიმართლეს მეტყვი. olsak. Kaçıncı lig? ფეხბურთის გუნდი რომ ყოფილიყავით, რომელ ლიგაში ვითამაშებდით მაქსონ? ჩემი აზრით მეორეში. Ama lider. მაგრამ ლიდერები ვიქნებოდით. დამშვიდი. მართალი ხარ. Şimdi თუ ამ საქმესაც გავართმევთ თავს მაქსონ, ჩემპიონთა ლიგაში გადავალთ. საქონელს მივცემთ, ფულს გამოვართმევთ და კიდევ ერთ გოლს გავიტანთ. hiçbir şey yok elimizde. აღარაფერი გვაქვს. ამას როგორ მოვახერხებთ? რა არ გვაქვს? ფული. 5 milyon. როგორცერსოი ამბობს 5 მილიონი გვჭირდება. ამდენ ფულს სად ვიშოვით? ფული რატომ უნდა ვიშოვოთ მაქსონ? Düdüç almaz. ბულგარელები ისედაც მოგებულები დარჩებიან. Aman salır. ფულს ისინი მოგცემენ ამანსად. ჩეტო, ამაზე ფიქრიც არ გაბედო, ძალიან სარისკო საქმეა. ის ტიპები ჩვენი უცხოელი პარტნიორები არიან, უცხოელი. რამე რომ მოხდეს და საქმე არ გამოვიდეს, რა ვქნათ? აღებული ავანსის გამო ბოდიშს მოუხდით და ეს გვიშველის? ხომ იცი ფულს ნებისმიერი გზით დაიბრუნებენ. ნუ ღელავ, ცუდი არაფერი მოხდება მაქსონ. ისე უნდა მოვიქცეთ რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ჩეტო, ნედლეულიც არ გვაქვს. ვართოლუმ რეცეპტი დამიტოვა. ის ყველაფერი წერია. ღმერთო, ვერ გაიგე რომ ნედლეულიც არ გვაქვს. ვართოლუ გჭირდება. ჭირზა უღია ვართოლუ. აქ სხვა ქიმიკოსი არ არის? ვართოლუს წასვლასთან ერთად ქიმიის განვითარებას შეწყდა? ტკივილ გამაყუჩებელ წამალს კი არ ვამზადებთ. ტკივილ გამაყუჩებელს არ ვამზადებთ? ცდები? Biliyorum. სწორედ ტკივილ გამაყუჩებელს ვამზადებთ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.